მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. აი ისევ დადგა ჩვენი შეხვედრის დრო და პატარა ჟურნალისტებიც უამრავი საინტერესო და სასარგებლო ამით ისევ თქვენთან ვართ. ჩვენ დღესაც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიკროფონთან ერთად დრო საინტერესოს და სასიამოვნოთ გაატაროთ. ჩვენ კიდევ გვაქვს თქვენთვის საინტერესო თემები. ჩემი კოლეგა მარიამ დარჩიაშვილი ემზადება თქვენთან სასაუბროდ. ვიცი, რომ მარიამი აპირებს მუსიკის შესახებ საუბარს. იმედი მაქვს, რომ მისგან ბევრ სიახლეს გაიგებთ. მოგესალმებით მიკროფონის ერთგულო მაყურებლებო. დღეს მე საკმაოდ საინტერესო თემა მოგიმზადეთ. მინდა მუსიკალური ინსტრუმენტების და ზოგადად მუსიკის შესახებ მოგიყვეთ. მუსიკა თითოეული ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ხასიათზე და განწყობაზე, გამოიწვიოს დადებითი ან უარყოფითი ემოციები. სად და როდის წარმოიშვა მუსიკა? ამაზე მეცნიერებს ზუსტი პასუხი ჯერ არ აქვთ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის თავდაპირველად ჩამოყალიბდა აფრიკაში 50,000 წლის წინ. თავიდან მუსიკა საკრავების გარეშე სრულდებოდა, მუსიკალური ინსტრუმენტები კი მოგვიანებით შეიქმნა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ პირველი მუსიკალური საკრავი იყო ფლეიტა, რომელიც გაკეთებულია ქრისტეს შობამდე დაახლოებით 35,000 წლის წინ. ეს უძველესი ფლეიტა აღმოჩენილია არქეოლოგიური გათხრების შედეგად 2008 წლის სექტემბერში. მუსიკალური ინსტრუმენტები ვითარდებოდა დამოუკიდებლად მსოფლიოს სხვადასხვა დასახლებულ რეგიონში. შუა საუკუნეებში ევროპელები უკრავდნენ ჩრდილოაფრიკული წარმოშობის ინსტრუმენტებზე. მუსიკოსებისა და მომღერლების მრავალი გამოსახულება ეგვიპტური სამარხების ტაძრის რელიეფებზე და ფრესკებზე ეგვიპტელების მუსიკისადმი სიყვარულზე მეტყველებს. ისინი უკრავდნენ არფაზე, ლირაზე, ფლეიტაზე, ჰობოიზე და სხვადასხვა სახის დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ხუროთმოძღვრულ და ფერწერულ ნაწარმოებებში ასახულია, რომ ძველი შუამდინარეთისა და ეგვიპტის ქვეყნებში მთავარი ინსტრუმენტებს არფა და ლირა წარმოადგენდა. ძველი საბერძნეთის მუსიკალური კულტურის შესახებ ცნობები შემონახულია მცირე რიცხოვან ფრაგმენტებში. საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის მითოლოგიაც, მაგალითად თქმულება მომღერალ ორფეოსზე, სადაც მოთხრობილია მუსიკის ჯადოსნური ძალის შესახებ. ორფეოსმა თავისი ხელოვნებით მოხიბლა არა მარტო ადამიანები და ღმერთები, არამედ ბუნებაც. მითებში მოთხრობილია მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოშობა. მუსიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ძველი ბერძნების ცხოვრებაში. ის ჟღერდა საქორწინო ცერემონიალის, ნადიმების, ომის, დაკრძალვის დროს. იგი იყო რელიგიური დღესასწაულებისა და თეატრალური წარმოდგენების განუყოფელი ნაწილი. ძველ ეპოქაში მომღერლებსა და მუსიკოსებს არ ჰქონდათ პროფესიული განათლება. მათი ხელოვნება კი იმპროვიზაციას ეფუძნებოდა. პირველი მუსიკალური სკოლის შექმნა, რომლის დამფუძნებელი გახლდათ პოეტი არხილოხი, მიეკუთვნება ჩვენს წელთაღ რიცხვამდე 650 წელს. ძველ საბერძნეთში მუსიკას თერაპიის საშუალებათაც იყენებდნენ. გადმოცემის თანახმად, პოეტები და მუსიკოსები მუსიკის საშუალებით ეხმარებოდნენ ადამიანებს მძიმე ავადმყოფობის დროს. მუსიკისა და მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ კიდევ ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს თქვენთვის და ჩვენს მომდევნო გადაცემებში აუცილებლად გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. მოგიყვებით თითოეული მუსიკალური ინსტრუმენტის წარმოშობის ისტორიასაც. ახლა მოვაწყოთ მუსიკალური მოგზაურობა შორეულ წარსულში და ერთად ნახოთ ვიდეო, რომელიც სპეციალურად თქვენთვის მოვამზადეთ.